ოკუპანტებმა ფოთი დატოვეს რუსი სამხედროები ქალაქში და ქალაქის შესასვლელში გახსნილი საგუშაგოებიდან დღეს დილით 8 საათიდან გავიდნენ. გაყვანილია 12 ჯავშან ტრანსპორტი 2, 7 ურალის მარკის სატვირთო ავტომობილი და 150 ჯარისკაცი. აგრესორებმა სამხედრო მანქანები, დარჩენილი ტექნიკა და მშვიდობიან მოსახლეობაში მოპარული ნივთები წაიღეს. ოკუპანტების ერთადერთი კვალი ქალაქში მხოლოდ უკანონო საგუშაგოებიდან გათხრილი სანგრები მიუთითებს. სამხედროების დისლოკაციის ადგილზე მუშაობას გამნახველები იწყებენ. დილით 8 საათზე უკვე დატოვეს ტერიტორია მე-7 კილომეტრის. ბეტერები, ურალები, კამაზები. ალბათ 150 კაც მაინც იქნება. ფოთის შესასვლელთან ნაბადის საგუშაგოზე წუხელ რამდენიმე გასროლის ხმაც გაისმა. მთვრალი ოკუპანტები დაახლოებით 10 წუთი ისროდნენ ცეცხლსასროლი იარაღიდან. ფოთიდან გასვლის სამზადისი რუსებმა გვიან ღამი დაიწყეს. მათ აიღეს ის კონტეინერები, რომლებშიც ღამეს ათევდნენ. დაშალეს კაროები. ჯავშან ტრანსპორტიორების პირველი ნაკადი ფოთიდან ღამის პირველი საათისათვის გავიდა. დადიოდნენ თქვენად არავის არ ეჭოდნენ და ახლა ამ საღამოს სასწაულისროლებია ბავშვი ვედაბაძინებს ლოგინში შიშიდან კაცია ყველა ძალიან გვეშინია ყველა დაძაბულადავთ რომ მაინც არ გონია რომ ესენი ესე გავლენ რომ რამე არ დატოვონ ძალიან გულისხმობ და შეიძლება დანაღმონ